მოდის ნასერი და ამხობს იქაურ მონარქს და ეს არის სამხედროები მოდიან მოკლედ ხელისუფლებაში და აკეთებენ სუეცის არხის ნაციონალიზაციას, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო არტერია, უზარმაზარი შემოსავლის მომტანი და მაშინ ეს კომპანიას ეკუთვნის, ბრიტანულ-ფრანგულ კომპანიას ეკუთვნის და ბრიტანეთის და საფრანგეთის ხელშეწყობით და წაქეზებით ისრაელი იწყებს ომს, რომელსაც სუეცის კრიზისი ეწოდება. ისრაელს სხვა мотиваცია აქვს. ისრაელის мотиваცია არის ის, რომ ძალიან ბევრი სასაზღვრო შეტაკებები ხდება ამ ეგვიპტესთან საზღვარზე და ღაზასთან საზღვარზე. მაშინ უკვე ეგვიპტე აიარაღებს და წვრთნის პალესტინელებს ღაზაში და ეხმარება, რომ ისინი გადმოვიდნენ და ხალხი გაიტაცონ ან მოკლან ან გაძარცვონ და მუდმივად კრიზისია და საფრანგეთის და ბრიტანეთის დახმარებით და მათი შეიარაღების დახმარებით იწყება ეს კრიზისი. მე ამ კრიზისს საერთაშორისო განზომილებას იღებს და უცნაური იმით არის, რომ მე ამერიკა ერთვება საბოლოოდ და ამერიკა ამ სამი სახელმწიფოს საწინააღმდეგო პოზიციას იჭერს, ეგვიპტეს უჭერს მხარს და საბოლოოდ ხდება ის, რომ გადის ისრაელის ჯარი სინაის ნახევარკუნძულიდან, ტერიტორიულად არაფერი არ იცვლება